შეიძლება დავრეკო. ასე ნომიყურებ. ხალხი სხვა რამეს იფიქრებს. თუ შეიძლება საფულე მომეცი. კიდევ ერთი მუნჯი. იცი არ მომწონს ეს ამბავი. მაინც რას ნიშნავს შენი დუმილი? მითხარი. Hallettim demek. იმას რომ საფულე უკვე შენს ჩანთაშია. ჩადება როდის მოასწარე? Sana bakar. სანამ შენ გიყურებდი. Nereden başlayacağız? რიდა ვიწყოთ? იმ იდიოტმა კასეტის დამალვა მოასწრო. ალბათ ასლი თავის ადვოკატსაც მისცე იმ შემთხვევისთვის თუ რამე დაემართება. Evine bir bakalım. მის სახლში უნდა ვეძებოთ? Ezel ne oldu? ეზელის შესახებ რა გაირკვა? Kaseti თუ კი bulursak თუ კასეტას ვიპოვით შეგვიძლია მას სიცოცხლე ვაჩუქოთ. bir şey bulamazsak თუ არა და Serdar. სერდარი. Serdar kim? ვინ არის სერდარი? Sen biliyor musun? იცნობ? Ya sen Tevfik? თოფიკ, ოდესმე გინახავს ის ჩვენთან. Yaşadığından მისი არსებობის შესახებ არაფერი ვიცი ბატონო ჯენგიზ. Tevfik dükkanda kalsın. თოფიკი დარჩა საქშენს Sen მაგივრად. yokken. Sen nereye gidiyorsun? სად მიდიხარ? Serdar'da bir şey სერდართან რაღაც უნდა მოვძებნო. მაინც რა? Amma meraklısın. რაც ცნობის მოყარე გახდი დეფო. Beni iyi de ama götür. მივდივარ იმის საპოვნელად, რაც სახლჯობელისგან მიხსნის. მეც მოვდივარ. Ne yapıyorsun lan? გაგიჟდი? Dediğini? შენ ხომ თხოვე გვერდიდან არ მომშორდეო. Hayırdır? რა ხდება? მე მგონი ჩემი საფული აქ დავდოვე. საიდან მოდიხარ? Nereden geldin? არსაიდან? დავალებები მივეცი ხალხს ინფორმაციის მოპოვებასთან დაკავშირებით. Siz? თქვენ თვითონ სად მიდიხართ? არსად. ქალაქ გარეთ გავისეირნებთ. იქნებ რამე საინტერესოს მივაგნოთ. სერდარს კაზინოში ყველაზე დიდი მაგიდა და უთმე და კარგული საფულის სანაცვლოდ. Kazansın. მოაგებინეთ. Hadi. რას დამდგარ ხარ? წავედით. Selim arkamda. თქვენ ორნი გამომყევით. Abi bu kaset. ძმო, იმ კასეტას. Abi bu kaset. იმ კასეტას რამე კავშირი აქვს ომერთან? Dayı zaman. ანდრე ასეთი ცნობის მოყარე არ იყავი, ახლა რა დაგემართა? Kusura bakma. აბატიზმო. Bir daha çevirtirsen kal. კიდევ უფრო მეტ შეკითხვას თუ დამისვამ, გავბრაზდები. Abi. ძმაუალი. Şeyden ამას იმიტომ გეკითხები, რომ თუ კი ეს ომერს ეხება აჯობებს, მარტო ჩვენ წავიდეთ. შენ ასე არ გონია. Yalnız mı gitsek acaba oraya? Amma vesveselisin. გამომივიდა დეტექტივი. სელინი საიმედო კაცია. Sağlamdır tabii. რა თქმა უნდა, შეიძლება საიმედოა, Gerçi ben de sağlamdım. მაგრამ მხოლოდ ჩვენთვის. Ne yürüyorsun? რას იღიმები? Kendi başına ara şimdi. მიდი მოძებნე მისი სახლი. მიდი მოზიდე შენგენ. Ya olmadı ya. ისევ არაფერი არ გამოვიდა. გამოგივა. მიდი ისევ მოზიდე. Kaldır biraz. მიდი. მარტყი. Aferin bakalım. გეყოფა ახლა სახლში შედი. Ya anne. დედა ცოტა ხანს კიდევ ვიქნები რა. არა უკვე გაიყინე დროზე სახლში. Of ya. კარგი.
აბა ვინ გინდა? თუ მე არ გინდი ვარ. მოშორდი სამიზნეს. ვინ გინდა ჯენგიზი? გაიწიე. თუ ომერი? რა იცი ომერის შესახებ? ვიცი რომ უყვარდი. ვიცი რომ ცოლობა გთხოვა. ვიცი რომ ვერ მიგიხვდა. ვიცი რომ ნანობ ყველაფერს. ვიცი ის, რაც შენ თვითონ არ იცი საკუთარ თავზე. არაფერიც არ იცი. ვიცი რომ გინდა ყველას უყვარდე. ვიცი რომ ყველას იყენებდი. ვიცი იმ თაღლითობების შესახებ მამაშენთან ერთად რომ შადიოდი. ბაჰარმა გიამბო. მანაც არაფერი იცის. ვიცი რა საშიში ხარ. შენ ქალი არა ხარ. აფერისტი ხარ. ყველაფერი ვიცი. ყველაფერი. თუ ასეა წადი. რას გახარ? რა გინდა? გაიწიე წადი. გაიწიე. გააგრძელე. მინდა ვნახო რა ზომამდე შეგიძლია მისვლა საკუთარი მიზნის მისაღწევად. რა მომენტამდე იბრძოლებ საკუთარი მიზნის მისაღწევად. ბოლომდე. ვინ ხარ? ვერ გცნობ, ვინ ხარ? შენ თვითონ ვინ ხარ? თავი უკეთესი გონია. შენს თამაშობ ბაჰართ. რით განსხვავდები ჩემგან? ვინც არ უნდა ვიყო, მაინც არ ვამბობ შენზე უარს. შენ კი? შენ ვინ გინდა რომ გიყვარდეს? ვინ? არავინ. მე არავინ არ მიყვარს. არც შენ, არც ჯენგიზი, არც ომერი. მამაჩემმა სასტიკად გამზარდა. თქვენ რა გონიათ, ძლიერები ხართ? თავი მბრძანებლები გონიათ? მე ვერცერთი ვერაფერს დამიშავებ. იმიტომ რომ ამის ძალა არ გეყოფათ. გულს მოგიკლავთ ყველას. თქვენ მე ვერაფერს დამიშავებთ. მამა შენი ამაყობს შენი და იშენ. მამაჩემი. მან ოთახში გამომკეტა და გასაღები უფსკრულში გადააგდო. ვერავინ შეძლებს იქიდან ჩემს გამოშვებას. ჩემი შველა გინდა? არაფერი გამოგივა. თქვენგან ყველაზე საუკეთესოსაც კი არ შეუძლია ამის გაკეთება. ომერის ვერ შეძლებს ამას? ეზო. ომერი ახლა აქ რომ ყოფილიყო, პირველ რიგში შენგან მიხსნიდა. ის სახეში შემოგაფურთხებდა. ომერი არ დაიწყებდა ჩემს ლანძღვას. ის დამიცავდა. ხო, მე მინდა შენთან ეზო. ჩემს ხეულს უნდიხარ. მაგრამ გუშინდე და ჩემის სახლში მივხვდი, რომ ჩემი გული ომერს ეძებს. ის შენ არ გეძებს. ომერს ეძებს, გესმის? ომერს. სიმართლეს ამბობ? არა. მე არ შემიძლია სიმართლის თქმა. დაგავიწყდა. მე ხომ აფერისტი ვარ. აფერისტი. მერე სახლის დალაგება მოგვიწევს, მაო. არა, უბრალოდ მტვერს გადავწმენთ. რაღაც ასეთი გვჭირდება? ეგეც ავიღოთ. ძველებურ ვიდეო კასეტას ვეძებთ. რა ხდება იმ კასეტაზე? პორნო ფილმში თამაშობ?
ეს კი კასეტს. ვეძებ კასეტას, რომელიც სათვალთვალო კამერითაა გადაღებული. არაფერი არ არის. ძავალსა აბაზანოში ვნახავ ძმაო. ძმაო, გისმენ. კასეტას ვეძებ, სადაც ჩაწერილია ალი კაც როგორ კლავს. ყველაფერი გადავატრიალეთ, ტეფო. ტეფო, შენ გელაპარაკები. ომერთან არის დაკავშირებული ძმაო. მე მგონი სერდარი მათ ამ კასეტით აშანტაჟებს. ყველაფერი ცხადია. იცოდე უნდა იპოვო. Ali'den önce bul onu. ალიზე ადრე იპოვე. Kimle konuşuyordun lan? ვის ელაპარაკებოდი? Mecmuaya bak. არავის. Sessiz okuyunca ჟურნალს ვკითხულობდი ხმამაღლა. Ya ben birine gideceğim bu gece. დღეს ერთ კაცთან მივდივარ. ის კაცი ჩემი ძმის მასწავლებელი იყო ციხეში. მისი სახელი და გვარია რამის კარაისკი. Ya adam eski kumar. თავის დროზე კარტს კარგად თამაშობდა. Girerken bir haber verin. მინდოდა გწოდნოდა იმიტომ რომ იქ მარტო მივდივარ თუ რამეა შენც მოხვალ. Be oğlum. მისამართი ჩაიწერე, მის სახლთან ახლოს პატარა ბაზარია. Neyse bak yazıyor mu? სანაპიროს რაიონში. Bu emin önünde. ორი ქუჩით ქვევით ჩახვალ და მაშინვე დაინახავ შენობას. სწორედ იქ ვიქნები. თუ რამეა იქ მოხვალ. Çamlık işanı. სანაპიროს რაიონში ორი ქუჩით ქვემოთ. ეგრევე ჩანს შენობა. ურსაათში თუ არ დაგირეკავ, იქ მომაკითხე. მელიხა. როგორ იტანჯავ თავს? დილიდან არაფერი გეჭამია. გინდა რამე მოგიტანო? მელიხა. Abla? დაიკო? Abla? დაიკო? Abla iyi misin? ხომ კარგად ხარ? İyiyim. კი? Sağ ol. ყველაფერი კარგადაა. მადლობა. Dışarıda. ახლა მოხვედი? Eza ile buluştum. ეზელთან ერთად ვისეირნე. გასაგებია. Nasıl gidiyor როგორ Eza? მინდის თქვენი საქმე? Yani en son ayrıldık. მახსოვს ბოლოს თითქოს დაშორდით. Öyleydi. ხო, Karışık ახლა biraz. გაურკვეველი სიტუაციაა. Yani arkadaş gibi. თითქოს მეგობრები ვართ. ან შეიძლება არც Öyle არის de ესე. değil. მე თვითონაც Biraz da დავიბენი. düşünmüyorum artık. აღარაფერი მესმის. Bahar. ბაჰარ, Sen ne რა istiyorsun bu გინდა adamdan? მისგან? გიყვარს თუ არა? Seviyor musun? Aşık mısın? Ne? Güzel soru. ამას რა კითხვა უნდა? Biliyorsun aslında sen. პასუხი თვითონაც კარგად იცი. Ne bileyim bir ან başka. თუ მიყვარს, მაგრამ არა როგორც კაცი. Sadece ალბათ უბრალოდ მივეჩვია. yani böyle tutup. გონი მის და მე ისეთი გრძნობა არ მაქვს, როგორც შენ ჯენგიზისადმი. Senin ალბათ უფრო Cengiz'i ისეთი, sevdiğin gibi აი იმ değil de ბიჭის მიმართ რომ გქონდა. O öteki adamı sevdiğin gibi. Ömer miydi? Sen nereden შენ რა biliyorsun? იცი, როგორ მიყვარდა ომერი? Anlatmıyorsun. არ ვიცი, Nereden ეს biliyorsun? უბრალოდ ჩემი ვარაუდია. Ya siz kafayı falan ყველანი ერთად გაგიჟდით? Ne yapacağız? რა გინდათ ომერისგან? Ne bilmek? რისი გაგება გინდათ? Her şeyi. ყველაფრის. Hiçbir şey konuşmuyorsun ki. შენ არაფერს მიყვები იმ დროზე. Ben babamdan ჯერ მამას konuştum, sonra გაეკეცი, Ömer'le მერე ომერი sonra გამოჩნდა. beni iyileştim de მერე Cengiz მე aldı. განვიკურნე, მერე ჯენგიზი გაჩნდა. არავინ არ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, არავინ არ მიყვარდა, არც ჯენგიზი, არც ომერი. Kimseyi sevemem. არც არავინ მიყვარს და არც დამიმსახურებია ეს. Rastladın mı?
გაიგე რაც გინდოდა. კარგი, რატომ ბრაზობ? მაგარ გადი ჩემი ოთახიდან. კარგი, მაპატიე. რისთვის მთხოვ პატიებას? შენ ხომ არაფერი არ იცი, არაფერი არ დაგიშავებია, რატომ მთხოვ პატიებას? შენ ხომ არ იცი მე რა გავაკეთე? მამისთან რა გააკეთე? არაფერი. არაფერი. რაღაც სისულელეს ვამბობ. ჭკუაზე არ ვარ. მოდი სხვა დროს ვილაპარაკოთ. როდის სხვა დროს? რას მიმალავ? მე ახლა მინდა გავიგო. რა თქმა უნდა. შენ უკვე გამოჯანმრთელდი, უკვე დიდი გოგო ხარ და ახლა გინდა ყველაფერი გაიგო. რა იყო? არ მომიყვები? როდის უნდა გავიგო შენგან სიმართლე? არასოდეს. ცხოვრების ყველაზე უმძიმეს დღეს, როცა გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდები, მიხვდები რაოდენ სასტიკია ეს წარმავალი ცხოვრება. უკანასკნელ მსხვერპლს გაიღებს საკუთარი ახლობლებისთვის. დედა, რომელიც გულში გარდაცვლილი შვილის სიყვარულს ინახავს, ვერასოდეს მოიპოვებს სიმშვიდეს. მაშინაც კი, როცა შენს წინ ყველა კარი დაიკეტება, ხელის ჩაქნევა არ გაბედო. გამოუვალი მდგომარეობა შხამზე უფრო მწარედ კლავს ადამიანს. შიგნიდან ნელ-ნელა ჭამს შენს ძალებს. თავარია დროულად იპოვო გამოსავალი. თავარია საკუთარი თავი კი არ დაკარგო პირიქით. იპოვო. თავარია შეძლო რაღაცის გაკეთება, რომ შენ გარშემო მყოფნი არ ჩაიძირონ შენთან ერთად. ყველაფრის მიუხედავად, ცხოვრება მაინც გაგრძელდება. თავად სიკვდილიც კი ვერ აჩერებს ცხოვრების დინებას. სიძნელეებმა, რომლებიც ხელს გიშლის, ვერასოდეს ვერ უნდა გატეხოს შენი სულიერი სიმტკიცე. Seni yutan hayattır asıl engel. Bulduk dayı. ვიპოვეთ ძია. ვიპოვეთ, რასაც ვეძებდით. სერდარი მეოთხე კაცია იმ საქმეში. მას აქვს სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო კასეტა, რომელზეც ის მკვლელობაა ჩაწერილი. Ali şimdi onu arıyor. Dayı. ძია. Duyuyor musun? გესმის? მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ მესმის, ძმისშვილო. გააგრძელე. იცი, ალის რისი ეშინია? რისი? მტკიცებულების რომ სწორედ მან მოკლა ის კაცი. შენ გესმის ეს რას ნიშნავს? რას? გამოსავალს. ეს ჩვენი ბეგეგმაა. ეს არის ის, რასაც ვეძებდით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ყველაფრის დამთავრება შევძლებთ. დაუშვათ ვიპოვეთ ის კასეტა. მერე რა, ყველაფერზე უარს ვიტყვით? არც კი ვიცი, მოდი ჯერ ვიპოვოთ. პოვნით კი ვიპოვით. მაგრამ რა შეცვლის ეს? ამაზე იფიქრე? რას ნიშნავს? რა შეცვლის? რატომ ლაპარაკობ ასე? ეს იმას ნიშნავს, რომ მე შევძლებ, ისევ ომერი გავხდე. აბა წარმოიდგინე. წარმოიდგინე, რომ ვიპოვეთ ეს კასეტა. რას ვიზამთ? მართლმსაჯულებას გადავცემთ? როგორ მოვიქცევით? არ ვიცი რატომ მისვამ ასეთ კითხვებს. შენ თვითონ არ მეუბნებოდი? მოიცადე ჯერ კოზირი ჩავიგდოთ ხელშიო. აი კოზირიც. სამხილებს ვეძებდით და აი მივაგენით კიდეც. კასეტას ვიპოვეთ. ციხეში ჩასვამენ. როგორ გონია, რამდენ წელს მიუჟიან? დაუშვათ 10-ან 5-ს. ან შეიძლება სულაც დაუსხოთ ეს ხელიდან მართლმსაჯულებას. ამ ყველაფერს იმიტომ არ გეუბნები, რომ ცუდ ხასიათზე დაგაყენო. აი, ესეც სიმართლე, ზია. მე არ ვარ დამნაშავე, მე არა ვარ ეზელი. აი ეს არის სიმართლე. კარგი, გავიგე, კასეტის პოვნა გინდა. მაგრამ მოდი ჯერ ვიპოვოთ ის კასეტა და მერე მოვიფიქროთ. მერე მოვიფიქროთ ომერ უჩარი რას იზამს. დასკვნების გაკეთებას ნუ ვიჩქარებთ. რა ვიცით? ის რომ იმ სერდარმა კასეტა საიმედო ადგილას დამალა. მაგრამ საათ
არ ვიცი. სად დამალა ის ოხერი კასეტა? საერთოდაც ვინ არის ეს სერდარი? არა მზადაა. ვინ არის? ერთ ადგილას ვერ ჩერდება. მუდმივი საცხოვრებელი არ აქვს, უფრო ხშირად სასტუმროში ცხოვრობს, ხალხს იყენებს თავისი მიზნების მისაღწევად. საკუთარი ქალიშვილები გამოიყენა. რატომ? ზეწოლას ახდენს მათზე, მათ გრძნობებზე თამაშობს, სარგებლობს იმით, რომ მათი მამაა. ერთ ადგილას დიდხანს არ ჩერდება. ადამიანებს ატყუებს, ძარცვავს და მერე გარბის. სახლკარი არ გააჩნია, სად უნდა დაემალა კასეტა? სად უნდა იყოს ასეთი საიმედო ადგილი, სად დამალა? მისნაირებს არავინ არ უყვართ. ის საკუთარ ქალიშვილებსაც კი არაფრად აგდებს. ყველას და ყველაფერს ფეხით თელავს, რაც გზაზე გადაიღობება. ქალიშვილებიც კი არაფერს წარმოადგენენ მისთვის. სინდი. სინდი. ძმაო, მას არ აქვს არც სახლი, არც კარი, მაგრამ ხავს მანქანა. ხავს. ეს მანქანა მისთვის ყველაფერია. აქ. ამ სადგომზეა მისი მანქანაც და ის კასეტაც. ეს ქალაქის მეორე ბოლოშია. შენ გყავს იქ ხალხი. დავავალოთ რომ მივიდნენ. არა, იქ არ მყავს ხალხი. არა. კარგი არა უშევს რაღაცას მოვიფიქრებ. მონერვიულობ. შენ გაიქეცი. უნდა მიასრო. ზია. რა იყო? დრო მოვიდა. შეგვიძლია ყველაფერი დავამთავროთ. 12 წელი. წელი 12 წელი ვითმენდით. ამ წუთიდან სამართლიანობის სულგზე ვდგავართ. მედი გაიქეცი თორემ ვერ მოვასწრებთ. მე კი ვიფიქრებ რისი გაკეთება შეიძლება. ზია. რა? რა უცნაურია? ჯერჯერობით არასოდეს მეთქვამ შენთვის მადლობა რა. ნუ იჩქარებ. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. არა ძია, რაც არ უნდა მოხდეს ყველაფრისთვის უზარმაზარ მადლობას გიხდი. დიდი მადლობა. სინამდვილეში ადამიანები განსაცდელის გამო კი არ იტანჯებიან, არამედ საკუთარი თავის გამო. ნუ წამლავთ საკუთარ ცხოვრებას. ძმაო, კონკრეტულად რომელ ავტოსადგომზე მივდივართ? ალი. ალო. ტაქსის მძღოლი ვარ. თქვენ მკითხულობდით? არა პირიქით, თქვენ მირეკავთ. მე არ გიცნობთ. არ ვიცი ვინ ხართ. მე არ გინდა გამიცნო. დავილაპარაკოთ, გავისეირნოთ. სანაცვლოდ დიდ თანხას მიიღებ. აბა მიპასუხე, გინდა თუ არა? ფული ბლომად მაქვს. არ დავინანებ. რა სიტყვი? სად უნდა წავიდეთ? სად დაგყავდა ყოველდღე ეზელი? სასაფლაოზე. როცა ახალგაზრდა ვიყავი, თავი ყოვლის შემძლე მეგონა. მეგონამ თავი ყავი, რომელსაც ზრას ვერ უზამდა ვერავი. მაგრამ ახლა დავბერდი. მთა, რომელსაც ადრე ზრას ვერ უზამდნენ, ნელ-ნელა კარგავს თავის ძალას. ცოტა დრო მაქვს. ორი ბიჭი მყავდა.
ერთი როცა მოვკალი, მის თვალებში ვხედავდი სიკვდილს. მეორე არც არასდროს მინახავს. მაგრამ ვიცი, რომ განადგურება ელის. მე რამის კარაისკი ვარ. მართალია ჩემთან ყველაფერი კარგად არ არის, მაგრამ ზურგს უკან მთელი ჩემი ცხოვრება. თუ მოვკვდები, ვიცი, რომ გამოსავალი მაქვს. მობრძანდით. ძია, ეს ქალი გეძებდათ, უსინათლოა. დავბრძანდით. ომერი ჩემი შვილია. ის შენთან ერთად იჯდა ციხეში. კი, ასეა. შენ მას მფარველობდი. და ის შენ გიჯერებს. კი. შენ ყოვლის შემძლე ხარ. ყველაფერზე გიყოფა ძალა. დამეხმარე, გადაარჩინე ჩემი შვილი. უთხარი თავი დაანებოს ყველაფერს. სახლში დაბრუნდეს. თუ არა დამოკლავენ. ამის ძალა არ შემწევს. შენ შეგიძლია გამოსავლის პოვნა. შენ ძლიერი ხარ. შეძლებ მის შეჯერებას. გეხვეწები და მეხმარე. არ დამეხმარები. არ დამეხმარები? არა? შვილები არ ყავს? ომერი ჩემი შვილის არის. არა. მე საკუთარ შვილებზე გეკითხები. იცი რას ნიშნავს საკუთარ შვილებზე ნერვიულობა? კი. ჩემი სამივე შვილი მოკვდა. სამივე. რატომ? ვისაც არ უნდა გკითხო, ყველა გეტყვის, რომ მე მოვკალი ისინი. ეგ მართალია. ო. მე დავხოცე. ეგ როგორ გააკეთე? როგორი ადამიანი ხარ? საკუთარი ხელით მოვკალი. ჩემი ხელით. აი ასეთი ადამიანი ვარ. ქალბატონო მელიხა. ომერი ჩემი შვილია. ომერი ჩემი შვილიც არის. ის ჩემი ბოლო შვილია. შენ რა მასაც მოკლავ? ნამდვილი დემონი ხარ. სად მოვედი? მე აქ დახმარების სათხოვნელად მოვედი, შენ კი ჩემი შვილის მოკლა გინდა. ამის ნებას არ მოხცემ, არ მოხცემ ამის ნებას. არ დავუშვებ ამას. ჩემი შვილების დახოცვის ნებას არ მოხცემ. არ მოხცემ ამის ნებას. ახლოს არ გაეკარო ჩემ შვილს. ეს რა ღვთის რისხვაა? აზრაელ ჯობს მე მომკლა, არ გაბედო ჩემი შვილების დახოცვა. ამას ვეღარ გადავიტან სასაფლაოზე, ვეღარ ვივლი, ვეღარ შევძლებ დატირებას. არ შეეხო ჩემ შვილებს. ამის ნებას არ მოხცემ. გაიგე რა გითხარი აზრაელ? გაიგე. თავი დაანებე ჩემ შვილებს. სანაცვლოდ რაც გინდა მთხოვე. თუ გინდა მომკალი. გევედრები. ჩემ შვილებს თავი დაანებე. ომერმა მითხრა სახლში დავბრუნდებიო. შენ პირდა დაიფიცა. მე მომკალი, მაგრამ ჩემ შვილებს ნუ შეეხება. თავი დაანებე, გეხვეწები. გევედრები ჩემთვის სულ ერთია ვინ ხარ. გეხვეწები ნუ წამართმევ შვილებს. გემუდარები. გემუდარები თავი დაანებე ჩემ შვილებს. გევედრები. გევედრები. ჩემ შვილებს არ შეეხო. მე ღმერთი არა ვარ. არც აზრაელი ვარ. მე ვერ დაგიბრუნებ შვილს. არ შემწევს ამის ძალა. არ შემიძლია. გეხვეწები. არ შემიძლია. დამეხმარე.
დამეხმარე გეხვეწები. უნდა დამეხმარო. დამეხმარე. 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 არჩევ. ვის საფლავზე დადიოდა ეზელი? არ ვიცი, პიროდა ხულმე. რამე არ უთქვამ შენთვის? არა, თავის თავს ელაპარაკებოდა ხულმე. რაზე? დედა აქ ვარ, ცოცხალი ვარო. გას მოუმატე, გას. სად გეჩქარება? მკვდრები არსად არ გაიქცევიან. მართალი ხარ, მაგრამ რომ იცოდნენ, ვინ მიდის მათთან, შეიძლება გაქცეულიყვნენ კიდეც. ნებისმიერი გადაწყვეტილება გამოსავალია არსებული მდგომარეობიდან. როცა ადამიანს არ შეუძლია გადაწყვეტილების მიღება, ეჭვი შიგნიდან ხარავს. და როცა დგება დრო, როდესაც არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, შეგუება გიწევს. თუმცა უკანასკნელ წუთს ეკითხები საკუთარ თავს. ყველაფერი გავაკეთე, რაც შემეძლო. რა ხდება? სად მიდიხარ? გამოუვალ მდგომარეობას ყველა მოკვდავი ჩიხში შეჰყავს. არ დაკარგო გადარჩენის იმედი. აი ეს უნდა იყოს შენი დევიზი. გასეთ? ეს სერდარის სახლში ვიპოვე, შეიძლება გამოგადგეს.
ეზელ. ძია მოასარი, მითხარი რომ კასეტა უკვე შენ გაქვს. მართალია ბევრჯერ გაწყენინე ძმისშვილო, მაგრამ ყოველს მაინც ვერ გეტყვი. სერდარი კუთხეში კი მივიმწყდი, მაგრამ კასეტა მაინც ვერ ჩავეგდეთ ხელში. ვერ მოვასწარით. Kasete alamadık ya. აქ არის? რომელი საფლავია? იქით არის? აქ დამელოდე. მერე გავსწორდებით. სად მიდიხარ? სად მიდიხარ? Alo. Alo. Hoş geldin kardeşim. გამარჯობა ძმაო. როგორ მოგწონს სასაფლაოზე გასეირნება? რაღაცას ეძებ? Merak ettim. იქნებ მე შევძლო შენი დახმარება. ისე კაცი რას უნდა ეძებდეს სასაფლაოზე? მან მხოლოდ ლოცვის წაკითხვა შეიძლება გარდაცვლილი სულის მოსახსენიებლად. ასე არ არის? იცი ზოგჯერ ადამიანის ხვის დასაფლავებაზე როცა მიდის, უნებლიეთ შეიძლება საკუთარი თავი დათარსოს და თვითონაც მოკვდეს. ვინ ხარ? მე ვინ ვარ? თავი ასწიე, მიიხედ მოიხედე, მე შენი მანქანის ახალი პატრონი ვარ. რამის ყველას დახმარებას მაინც ვერ შეძლებ. ადრე თუ გვიან ერთ-ერთს ამოირჩევ. შენ თვითონ ამბობდი რამის ძალების მოკრება მჭირდება. შენ თვითონ ამბობდი ასე უბრალოდ ვერ დავენახვები. შენ ამბობდი არ შეიძლება ახალი თამაშის დაწყება სანამ წინა არ დამთავრებულა. ვანა შენ არ თქვი რამის. სანამ დრო არ მოსულა თამაშიდან გასვლა არ შეიძლებაო. შენ მითხარი დრო არ გვაქვს. ამას მარტო მე ვერ გავაკეთებ. მითხარი ძალების მოკრება მჭირდება, რომ მერე იერიში მივიტანო. შენ თქვი, შენ თვითონ მითხარი ეს. შენ მითხარი ერთხელაც ერთ-ერთი მათგანის ამორჩევა მომიწევსო.
ერთხელაც. მაგრამ არა დღეს. არ გამოვიდა არა? კასეტა ხელიდან გავუშვით. არა უშავს. ყურადღების კონცენტრაციას თამაშზე გავაკეთებ. მართალი ხარ შებრან. ჩვენ საოცარი სიზმარი გვესიზმრა, რომელიც ვერაფრით ვერ იქნება ცხადი. ოთახი მოამზადეთ. არა, ერთი კვირა ვერ მოვიცდით, ვერც ორი დღე ვერ მოვიცდით. რატომ მეყურებ ასე? ჩვენი აზრით? ვერ გამიგია სად გავრბივართ ასე ადრე. ძალიან დიდხანს ვიცდიდით. მინდა ჩემს მტრებს სიამოვნება მივანიჭო და ახდეს მათი ოცნებები. კარგია. აბა რას ხედავ შებნემ? ხედავ რომ ჩემი ბოსი გაგიჟდა. აქ არავინ არ არის. კარგად მოიხედე. რამდენი წელია მათ კვალს მივყვებით? წლებია. რა გავარკვიეთ? ჯენგიზი დაუფიქრებლად პლანგავს ფულს აკეთებთ. მას სჭირდება ვიღაც, ვინც გადაარჩენს. ეიშენი ოცნებობს სასტუმროზე თურქეთში, სადაც არ იქნება კაზინო. ვინ უხელმძღვანელებს მათ ამჟამინდელ კაზინოს? თუ კი ისინი გადაწყვეტენ, რომ უარი თქვენ მასზე. ალი, მაგრამ რაზე ოცნებობენ ეს სამნი? შენს შეთავაზებაზე. ერთ მშვენიერ დღეს ისინი ხვდებიან ერთ მდიდარ ჭკვიან კეთილ კაცს. ის მათ სთავაზობს ისეთ რამეს, რაზეც ისინი უარს ვერ ამბობენ. მართალი ხარ ბოს. ეს ოთახი სავსეა ხალხით. არა შებნემ. აქ არავინ არ არის. აქ ყველაფერი დადგმულია. აქ არაფერი არ არის, რაც მიანიშნებდა იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ერთი წუთის შემდეგ. წარმატებებს გისურვებთ, მეგობრებო. დიდი მადლობა. ალი. ულანალი. კუდი რა ღირს? 5 ლირა. მომეცი. დაობახარ? მან მითხრა რომ გიცნობდი როცა დაგინახავდი. მე ელიფი ვარ. ეზელი ჩემი მეგობარია. მართლა? დაჭიქი. მიყვებოდა შენ შესახებ. მაგრამ უფრო ლამაზი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინა. ეს შენთვის გავაკეთე. რა ლამაზია. მოგეწონა? მეც მაქვს ასეთი. ეზელს საიდან იცნობ? რომელი სტადია გაქვს? მეოთხე. მე გამომჯამთელდი. სახლში დავბრუნდი. სკოლაშიც კი დავიწყე სიარული, მაგრამ მე თავიდან გავხდი ავად. და ეზელი. თია ეზელმა მან ოპერაციის ფული გადაიხადა. დაობახარ. საოპერაციოში ძალიან ცივა. დედამ მითხრა, თუ ძლიერი იქნები და ოპერაციას გაიკეთებ, ავად აღარასდროს გახდებიო. ალბათ დაღლილი ვჩანვარ, არა?
ვნერვიულობ, Uyuyamadım heyecandan. მაგრამ მე ძლიერი ვიქნები. Ama ben de მე ვიბრძოლებ savaşabilirim. და აუცილებლად გამოვჯამრთელდები. ხომ ასია? Senin gibi. ხომ შევძლებ ამას, დაობახარ. შენსავით. ჩემსავით. Ezel abi dedi. ძია ეზელმა მითხრა, რომ ერთ მშვენიერ დღეს უკეთი გრძენი თავი. Değil yani. ესე იგი ეს შესაძლებელია, არა? Bir kere daha olur. განკურნება ხომ შესაძლებელია? İyileşebiliriz bari. ჩვენ განვიკურნებით, არა, დაობახარ. კი, ჩვენ განვიკურნებით. Merhaba. გზავნილი ყველაზე სწრაფად როგორ მიდის? მოტოციკლეტით. გაგზავნეთ. ალო. ზმაო, ჩვენმა ბიჭებმა დაინახეს, როგორ ჩაჯდა ავტობუსში ომინ ონიუს მიმართულებით. მანქანა სად არის? ქუჩის ბოლოს. შენ დარჩი. ეს შენი პრობლემა არ არის. Abi ne yapıyorsun? რატომ ზმაო? Ailemi მე საკუთარ ოჯახს ვიცავ. Cengiz? ჯენგის რას უშვები? ფეხებზე მკიდია ჯენგიზი. მამა, Benim kızım babacığım. ო, შვილო. მამა შენი ვარ, შენი ხმის გაგონება მინდოდა. ახლა არ მცალია, მოგვიანებით დაგირეკავ. მოიცადე, შენ მოიცადე, რაღაც უნდა გითხრა. Sana bir şey diyecek. რა უნდა მითხრა მამა? მე Ben bir საქმეები მაქვს. iş var. Onun için მამა ახლა არ მცალია. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მომისმინე, ახლა უნდა წავიდე, მაგრამ მალე დაუბრუნდები. დადი და აქ ნუ ვარასოდეს დაბრუნდები, გაიგე? ეიშან მოიცადე. კარგი გისმენ. Eyşan. ეიშან, Bak aklıma. იცი რა გამახსენდა? Sen daha küçük bir kız. როცა პატარა იყავი, ხელში გაბურთავებდი, აგაგდებდი და მე რეგიჭერდი, გახსოვს? შენ არასოდეს გეშინოდა. სულ იცინოდი. იმიტომ რომ მამიკოს გოგო ხარ. Babacığının biricik kızıydın Eyşan. მითხარი რამე ეიშან. რამე სასიამოვნო. Bana გეხვეწები მითხარი. Hadi kız. გეხვეწები შვილო, მითხარი. Bana Eyşan. სასიამოვნოს ვარაფერს ვერ გეტყვი. ხო, რამე მითხარი. თუნდაც შენ თვითონვე არ გჯეროდეს ამის. მამა, Son bir defa. უკანასკნელად მითხარი რამე შვილო. მიყვარხარ მამა. ძალიან მიყვარხარ მამიკო. Ben de. მეც. Bir dakika. მოიცადე. მოდი, დავილაპარაკოთ. ჯერ დავილაპარაკოთ. სალაპარაკო არაფერი გვაქვს, სერდარ. Durun. მოიცადე, დავილაპარაკოთ. თქვენ ხომ გაქვთ ოცნება? რაზე ოცნებობთ ყველაზე მეტად? Hayatta çok güzel bir şey ya. Var. ოცნება? Var. მაქვს. Bu. მაქვს. აი ამაზე ვოცნებობ. კარგი, მოიცადე, ჩავთვალოთ რომ ეს ლაპარაკი არ ყოფილა. შენ არ გავხარ ნაზირალა, შენ კეთილი ხარ. კარგი, ჩავთვალოთ რომ არაფერი არ ყოფილა. კარგი. გესმის? იყო სერდარ, იყო. რაღაც მოხდა, როცა შენ გამოჩნდი ჩვენ ცხოვრებაში. გინდა მოგიყვე?
იმ ქვეყნად როცა წახვალ, ომერს დაელაპარაკე. ხო, არ მინდა სიკვდილი, არ მინდა. მასა ჩუმად იჯდები? ყველაფერი მორჩა. ჩემი თამაში დასრულდა. რომელ თამაშს ელაპარაკო? მე მეთამაშებოდი? შემიძლია ყველაფერზე უარი ვთქვა ეშა. თუ კი ჩემთან დარჩები, ყველაფერზე უარს ვიტყვი. მე კი მეგონა შენთვის მახე ვიყავი. ასეც არის. მახე ხარ. და მე გავები ამ მახეში, საკუთარი ნებით. ეგრას ნიშნავს, ეკნებ მითხრა. სასტუმრო, მეგობრები, ოჯახი, წარსული, ფაქტები. ყველაფერზე უარს ვიტყვი, თუ ჩემთან დარჩები ეშა. და რა გველეს ეზელ? რა ზელაპარაკობ? ჯენგიზი მხოლოდ იმ ქალთან კი არ გალატობდა. მან დააგიროვა ყველაფერი, რაც გააჩნია. დაურეკე და დარწმუნდი. რას ნიშნავს ყველაფერი? ყველაფერი, სასტუმრო, სახლი, ნივთები. მიდი, დარეკე. ჯენგიზ. წამომყევი, მე უარს ვიტყვი ყველაფერზე, თუ კი შენც იმავეს გააკეთებ. ბაჰარს რა ვუყო? ჯანი? ჯანს რა ეშველება? მათ არაფერი ემუქრებათ, როცა ჯენგიზთან ან ჩემთან არიან. წამომყევი, ისინი ჩვენთან იქნებიან. ბაჰარს რას ვეტყვით? ვეტყვით, რომ ამჯერად გვინდა საკუთარი თავისთვის ვიცხოვროთ, რომ ამჯერად გვინდა ბედნიერები ვიყოთ. ბაჰარის გარდა ვერავინ ვერ გაიგებს ამას ეიშან. ის შენი და შენ შეუძლებელს მთხოვ ეზელ. ხო, შეუძლებელს გთხოვ. გემუდარები ეიშა და შეუძლებელი, შესაძლებელი გახდეს. უარი თქვი ყველაფერს. მე წამომყევი. და დარჩი ჩემთან. მოიცადე. არაფერი არ მითხრა. დამელოდე. მე მოვალ შენს დასაყრდენად. ადამიანმა უკანასკნელ მომენტამდე არ იცის. არც მე ვიცოდი. 13 წლის წინ შეგხვდი. და შენს თვალებში შეუძლებელი დავინახე. შენში ჩავიკარგე მთელი არსებით. მე სწორედ ის შეუძლებელი მაკლია.
ეიშენ. Სწრაფად ჩვილო. ისინი სულ რამდენიმე წუთით გაუფანტავენ ყურადღებას ამ დროს უნდა მოვასწროთ. ძმავალე. მე აქ აღარ დავბრუნდები. თუ გაგიჟდები დაბრუნდები. რომ მოგვეზრდე? რომ გამაგდო შენგან? მე რომ მოგვეზრდე? რას იზამ მიმატოვებ? არ მიგატოვებ. პირდები? პირდები. მაშინ შევთანხმდით. წავედით. ძმავალე. მოდი ჯერ ერთ ადგილას შევიაროთ. გასაღები. გამომართვე უფროსო. ის მართალი იყო. არა, არ იყო მართალი. ბიჭის ამბავი ძალიან მეწყინა. არა, არ გეწყინა. ნუ დარდობ, კვირის ბოლო შენს დაგავიწყდება. არა. არ დამავიწყდება. შენ ძმაო ერთი კვირი ჩვეულება მომეცი. დეფო ერთი კვირა ძმაო. ერთი კვირა მომეცი. მერე ისევ ავიღებ ხელში იარაღს. ეგ შეიძლება დაგჯირდეს დეფო. ერთი მარიონეტებით მოთამაშე წავიდა, მაგრამ მეორე დარჩა. მარიონეტებით მოთამაშე ძია. სანამ მე არ დავბრუნდები, სისულელი არ ჩაედინო. კარგი? დეფო. არა და შეიძლებოდა გამოსულიყო არა. სულ ცოტა გაიყო დარჩენილი. სულ ცოტა. მე და ერენს ეს შეიძლებოდა სულ სხვანაირი გამოსულიყო. მოწმო. სულ ცოტაც და შეიძლებოდა გამოსულიყო. ყველაფერი მორჩა? არა. ერენის გამო. შენ მორჩები? ჯერჯერობით ვრჩები. მინდა ეზელს ერთი კვირი ჩვეულება ვთხოვა. ასია საჭირო. მან უნდა მომცეს ერთი კვირა. გადაცემ. დაბრუნდები? იგი? ახლა ყველაფერს თავიდან დავიწყებთ. სხვა გზაა. კამილ არ მომწონს ეს თამაში. რა უბედურებაა. ყველანი დავმარცხდით ამ თამაში გამარჯვებული არ არსებობს. ყველა ცუდადაა.
ასეთია შურისძიება, სხვანაირი არ შეიძლება იყოს. მაგრამ ეს მისი შურისძიებაა და არა ჩვენი. როცა ეზელი შურს იძიებს, მაშინ კიდევ უფრო მეტად დავჭირდებით. შენ. შენ გაიზარდე მას შემდეგ, ბოლოს რომ გნახე მეგობარო. ხო. ძალიან გაზრდილ ხარ. მე კი დაობერდი. ნამდვილად ასე. სანამ ციხეში ვიყავი, შენ თავისუფლად ბატონობდი გარეთ. ციხეში ტყუილად არ მჯდარ ვარ. ასე. მაგრამ სანამ იქ ვიყავი, უკეთ ვისწავლე ადამიანების ბუნება. ადრე კარგი კაცი იყავი, მაგრამ ადამიანობა დაკარგე. ხო. მე ბოროტება ჩავიდინე შენ მიმართ, მაგრამ შენ ცუდი გახდი. ანუ იმის თქმა მინდა რომ მე იმის თქმა მინდა რომ ახლა შენ უკვე ძლიერი ხარ ახალგაზრდა. საშუალება გაქვს თავიდან მომიშორო. ილოცე რომ ყველაფერი ამით დამთავრდეს. იმიტომ რომ თუ ვერ მაჯობებ, მე არაფერს არ დაგიდებ. არაფერს. გაიგე. მე წამოვიწყე ეს და უკან არ დავიხევ. სანამ ყველაფერს ბოლომდე არ მივიყვან. უკან არ დავიხევ, სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვან. მე ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანა. ბოლომდე. აბა რაკენი მოაგვარე მათთან ყველაფერი. ზიავინ მომცემს უარის თქმის უფლებას. ბოლომდე მიიყვანა ეს საქმე და მე მოგცემ მაგის უფლებას. ჯერ რომი ბარგის გარეშე წახვევ. სასტუმროში რომ დაბინავდები, დანარჩენ მითითებებს მერე მიიღებ. როგორ ჩანს ეს მნიშვნელოვანი საქმეა, რომელსაც მხოლოდ მითითებებით ვერ მოვაგვარებ. ვერ მოვაგვარებ, ხო, მართალს ამბობ, ვერ მოვაგვარებ. ამ საქმესთვის გულიც საჭიროა. გულიც. მე არ მაქვს გული. გაქვს. უსიცოცხლო კაცის გული გაქვს. ასეთ საქმეს სწორედ ასეთი გული სჭირდება. ის საკმარისია. არა ძვირფასო. ამ საქმისთვის ორი უსიცოცხლო ადამიანია საჭირო. და ვინ არის მეორე? ვიცი ვინ არის. კი, იცი. მაგრამ საერთოდ არ იცნობ.
პარტნიორო. Güzel yermiş. რა მშვენიერი ადგილია. იქნებ ბოლოს და ბოლოს ოფისი გავხსნათ. იმუშავებთ. ამისთვის ფულია საჭირო ჯენგისი. შენგი მთელი შენი ფული მე მომეცი. იმედი მაქვს, რომ უახლოეს დროში ისევ გამიშნდება ფული. აკრისთვის დამიბარე. პერსონალი უნდა ავარჩიოთ. მართლა? ამ უბნის მაწანწალად ძაღლებიდან? აი ჩვენი ახალი თანამშრომელი. აი მოდის, შეხედე. მერტი? ჩვენთან იმუშავებს? დილით მათთან ვიყავი. თანამშრომლობა შევთავაზე. თავიდან გაჯიუტდა, მაგრამ ბოლოს დამთანხმდა. მისი ნდობა შეიძლება, ყველაფერი მაშინ ვეესმის. ძალიან ჭკვიანი და ამბიციური ახალგაზრდაა. საქმეს თუ მოჰკიდებს ხელს, აღარ გადაიფიქრებს. მერტ, როგორ მიიღე შემოთავაზება? გაზეთს რას უშვები? ძმა ეზელმა მითხრა, რომ მალე თქვენთან ერთად ვიმუშავებ. მითხრა, რომ საქმე შიგნიდან გაეცნობა. შენ მაგარი იღვლიანი ხარ ძმაო ჯენგიზ. იქნებ მე შენსავით გამიმართლოს, როცა გავიგებ რა არის საჭირო ამისათვის. ოდა მოკლედ დავთანხმდი. ნუ თუ ყველაფერი. ეს სახლიც, სასტუმროც, ჯანის მთელი ფულიც. ასეა ისმაილ. ასეა. ნუ ხარ ჯუმად. დიახ, ქალბატონო. როდის დაიწყო ეს? ერთი წლის წინ? 2 წლის წინ? სულ თავიდანვე, ნელ-ნელა. გეტყოდით, მაგრამ თქვენ არ იცნობთ ბატონ ჯენგიზს. პრინციპში კარგად ვიცნობ ჯენგიზს. მაგრამ შენ თურმე არ გიცნობდი ისმაილ. საიდან ხარ წარმოშობით? ნოდგა ხარ სულელივით, საიდან ჩამოხვედი აქ? აფიონიდან. მეც ეგ მხარე. მამაჩემთან ერთად ვიყავი იქ. გერჩევ უკან დაბრუნდე შენს პატარა სოფელში, იმიტომ რომ ამ სექტორში სამსახურს ვეღარ იშოვი. ბანკებიც კი არ მოგცემენ საკრედიტო ბარათს. ბუღალტერია შეგიძლია სამუდამოდ დაივიწყო. ანუ გათავისუფლებული ხარ. და არ გაბედო ჩემი ქმრისთვის ამის მოყოლა. მინდა სიურპრიზი გავუკეთო. გესმის რას გეუბნები? ეს სიურპრიზია. სამსახურში აიყვანე, რომ შენს გვერდით იყოს? ეს ხომ ერთია. შესანიშნავად იცნობ ჩემს ძმას. თუ კი რამეს დააპირებს, ჯობს ჩემ თვალწინ გააკეთოს. ეზელ ახლა რა უნდა ვქნათ? რაც თავიდან მქონდა დაგეგმილი. ალის ბედი უკვე გადაწყვეტილია. მისი ისტორია ჩხუბით დაიწყო და ჩხუბითვე დამთავრდება. ჩვენი გზები აუცილებლად გადაიკვეთება. და მაშინ ერთ-ერთი ჩვენგანი დარჩება, მეორე კი წავა. სიკვდილზე ლაპარაკობ? მე ვლაპარაკობ გარდაუვალ დასასრულზე. ეიშანი ყველაფერს მიატოვებს. ის ყველაფერს უკან მოიტოვებს და ჩემთან მოვა. ოდა როცა მოვა, ნახავს ომერს. მაგრამ ის გააგდებს. გასაგებია და ჯენგიზი? მისი ჯერიც დადგა. მიუხედავად დიდი სურვილისა, მასთან ანგარიშის გასწორების შანსი არ ჰქონდა. ახლა კი მას ცუდი ურთიერთობა აქვს ეიშანთანაც და ალისთანაც. ახლა შეგვიძლია ერთი მოსმით მოვზიდოთ ბადე. ნუ მაშინ ბრას გულისხმობ. ნაბიჯ მიყვები ჯენგიზს თავის სისხლიან კვალზე, ბოლოს მიხვდება რა ტკივილი მიაყენა ომერს. იმიტომ რომ რაც ომერმა გადაიტანა, იმ ყველაფერს ჯენგიზიც გადაიტანს. კი, მაგრამ რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ეს ისეთი ისტორიაა შებნემ, სადაც არავინ იცის სიმართლე ბოლომდე.
მოვა დრო და გავიგებ რა არის სიმართლე და რა არა. სტამბოლი 1997 წელი. ვინ არის ალი? ვინ არის ჯენგიზი და ვინ არის ეიშანი? ეიშან აქ ხარ? ეიშან. მოიცადე ომერ ვიცვამ. შენთვის საჩუქარი მაქვს. რა საჩუქარი? ისეთი არაფერი. არ ვიცი როგორ გითხრა. მე თვითონ გავაკეთე სახელოსნოში. საინტერესოა რა საჩუქარი გაქვს? შეიძლება შემოვიდე. ჯერ არა. ეიშან. რა? გამოდი, მომენატრე. მეც მომენატრე. ხელი იტკინე. როცა ამას ვაკეთებდი, მოგწონს? ძალიან. ეს ყველაზე ლამაზი საჩუქარია, რაც კიოდეს მე მიმიღია. სამი, გაყიდულია. ერთი კვირის შემდეგ. შემდეგი ლოტი გახლავთ სამუზეუმო ექსპონატი, რომელიც სულთნის ეპოქას განეკუთვნება, სულეიმან კანონის პერიოდს. ეს არის ფეხის სამკაული, მოჭედილი ზურმუხტით და მარჯნით. საუკუნეების განმავლობაში ასეთ სამკაულს სულთნები თავიანთ ცოლებს ერთგულების ნიშნად შუქნიდნენ. ეს გახლავთ უიშვიათესი ეგზემპლარი. ეს სიმართლეა. შეხედე. მომისმინე, ეს დედოფლის საკადრისი სამკაულია. ჩემი საჩუქარი იქნება შენთვის ჩვენი ქორწინების იუბილეზე. მოგწონს? მე მგონი ცოტა ძვირია ჯენგიზ. დავიწყოთ 100,000-ით. მაშასე 100,001. ჯენგიზ ატაი აუცილებლად იყილის ამ სამკაულს. 160,000. ის ნაბიჯვარი შეიძლება ხელიდან დაუსხლდეს ალიგირგის. არაზმო. ერთხელ მაინც თქვი სიმართლე. ის შეიძლება დაგვისხლდეს. ის ნაბიჯვარი შეიძლება ხელიდან დამისხლდეს. გველი თუ დაგისხლდა, ალბათ ისევ დაბრუნდება უკან, რომ დაგესლოს. მართალი ხარ? უბრალოდ არა. ტეფო. წამოდი მამიკო ვიპოვოთ. 200,000. ხედავ, ეს სამკაული სპეციალურად ეიშანისთვის არის შექმნილი. ო, ალბათ ასეა. მაგრამ ამდენი ფული გააქვს? შერადამცინია. რა თქმა უნდა არ მაქვს. 250,000. ბატონი 250-ს გვთავაზობს. დიდი მადლობა. ვინ შემოგთავაზებს უფრო მეც? სამკაული იყიდება 250-ად. ამ სამკაულმა ჩვენამდე ძველი დროიდან მოაღწია. ეს ხელოვნების ნიმუში შესანიშნავ მდგომარეობაში, აი მამაკაცი 300,000-ს გვთავაზობს. რასაკეთებ ჯენგიზ? გონს მოდი. მე მაშენთვის ვიყიდე. 350,000 ბატონებო. მედამ თქვა სერდარ თეჟჯანიო. აი ნახე. გინდა გიყიდო. არა, ჯენგიზი მართალს ამბობს. ასეთი სამკაული მხოლოდ ეიშანს შეჰპერის. თანაც მე არ მაინტერესებს ძვირფასი სამკაულები. ჩემთვის ესეც საკმარისია. 350,000. ვინ შემოგთავაზებს უფრო მეც? ჯენგიზ, რაზე ფიქრობ? ეს არ მჭირდება. მე გიყიდე, იმიტომ რომ შენ გინდა. ვინ შემოგთავაზებს უფრო მეც? ვინ შემოგთავაზებს? მომყიდე. მეგობარო, ხომ მას ესხებ ფულს. 375,000. დაგვირეკეს და შეგვატყობინეს, რომ 375-ს ვთავაზობენ. ვინ დაგირეკათ? ვინ გთავაზობთ? 400,000. ბატონმა 400,000 შემოგთავაზა. ჯენგიზ გეყოფა, ეს დიდი ფულია. პარტნიორო ყველაფერს მოვაგვარებ. ეიშანს უნდა გესმის. ნამდვილად ვიცი რომ უნდა. 450,000. ქალბატონს ვაძლევთ სამკაულს 450,000-ად. რა ვქნა? ყოველთვის ვერ მოიგებ.
ვინ შემოგთავაზებს უფრო მეც? ვინ? ეიშენ. მაშინ რომ მოსულიყავი, ჩემთან ერთად წამოხვიდოდი. ამას ვერასოდეს გაიგებ. გაყიდულია. ეს ნივთი 450,000-ად შეიძინა მამაკაცმა, რომელიც ტელეფონით დაგვიკავშირდა. დიდებული შენაძენია. იქნებ ძალიან სჭირდება იმ კაცს. მამა შენ ხარ? ჩვენი ხაფანგში შევიტყუეთ, მაგრამ სადღაც გაქრა. იპოვე სასწრაფოდ. მანქანაში ჩაჯექი. შენ მოიყვანო სასაკლაოზე? შენ თვითონ დასჯი? შენ ახლა ვისე ლაპარაკები? ალი მარწუხს? არა ძმაო. ისე მაინც ვინ ხარ? დღეიდან მე შენი პატრონი ვარ. და ისე დამელაპარაკები როგორც ბოსს. წავედით. სად? კარგი შეკითხვაა. წავედით. კარგი. გაიყინეთ, გინდათ გათბობა ჩავხდა. ჩართე. პარტნიორო, მაინც ვერ მივხვდი. ვერ გავიგე რა უნდა ეიშანს. არა უშავს. ომი ჯერ არ დამთავრებულა ჯენგიზ. უკვე ერთი კვირა აისბერგი ვიცივია. ეზელ. მე მას ვკარგავ. რაც არ უნდა გავაკეთო აზრი არ აქვს. უთხარი წადი მეთქი არ წავიდა. ვეხვეწებოდი არ დამტოვო მეთქი, მაინც არაფერი გამოვიდა. თითქოს ხელიდან მისხლდება. მეჩხუბება, ბრაზდება, მაგრამ მაინც არ მტოვებს. მასწავლე როგორ მოიქცე. მე მინდა რომ ეიშანმა ისე მომაქციოს ყურადღება. ნუ ნერვიობ, მოგაქცევს. მაბადიეთ ეიშან ადაიხართ? დიახ. ეს თქვენთვისაა. რა არის? ისეთი არაფერი. კიდევ ერთი შანსი მომეცი. სტამბული, 1995 წელი. დეიდა, ტაქსი უნდა გაგვეჩერებინა. რატომ ცოტას გავისეირნებთ? ჩემი მანქანა ისე კარგად დადის. რა გაცინებს? იცი, რამდენი წელია მაგ მანქანით დავდივარ? არის აქ ვინმე? გამარჯობა. შეიძლება წავიყვანოთ. მანქანის საყვანა უკვე შეგვიძლია. ძმაო, ის გოგო მოვიდა. ის გოგოა. ის არის. ძმაო, რა ვქნა? ეს ტანსაცმელი. ხომ არ გამოვიცვალო? ზევით სმოკინგი მაქვს, სადი ჩაიცვე. და ელაპარაკე. რა ვიცი, კაფეში დაპატიჟა.
მარტო არ არის ალბათ უხერხული. კარგი, წავედი. კარგი. კარგი. ქალბატონო ნუქეთ. შენი დაანჯღრეული მანქანა მონსტრად ვაქცია. ნამდვილ მონსტრად. ნახე როგორ ღრიალებს. ომერ, საჭესთან დაჯექი. ომერ. საჭესთან დაჯექი მეთქი. მიდი. ნახე როგორ დაიქოქება. მიდი. მოდი, გამოდი. მოდი. გამოდი. ომერ, კიდევ ერთხელ სადე დაქოქვა. კიდევ? კარგი, მოიცადე, საჭე დაატრიალე. მე მოვაწვევი. მიდი. მოდით აქ მომეხმარეთ. მოდით, ნუ გეშინიათ, მოდით. ნუ გეშინია. ოჩახ. მანქანა კი არა, ნამდვილი მხეცია. აბა დაჯექი. ჩახტი მანქანაში ასე. ესე იგი შეაკეთე არა? გეუბნები მონსტრია მეთქი. ცოტა ვიეშმაკე. რაღაცეები კიდევ დამრჩა გასაკეთებელი. მაგალითად მუხრუჭები. მაგისთვის ვეღარ მოვიცალე. ეიშან. Bir şey mi dedin? გისმენ? იმის თქმა მინდოდა. რისი თქმა გინდოდა? მიაჩვია ჩვენს რაიონს. მუხრუჭები არ მუშაობს არა? რა უნდა ვქნათ? შეგვიძლია ვითამაშოთ. რა? მოდით არ მოვიდგინოთ რომ შორს. ძალიან შორს მივდივართ. ბარგი ჩავალაგეთ, მანქანაში ჩავსხედით და წავედით. მაგალითად შორეულ ქვეყანაში. ეს შესაძლებელია. შეხედე. უზარმაზარმა ლომმა გაირბინა. ვერ დაინახე? დავინახე. მიდი უკან გაყევი. ჩქარა გაყევი უკან.